ძალიან დიდი გახდათ. სწორედ ისინი არიან სამგურალის რიგებში საუკეთესო ბომბარდირნი, ველისოლს 6 გოლი აქვს ჩაწოდება საჯარიმოში. დათო ბუკია ცდილობდა გატანას არაბიძის ჩაწოდების შემდეგ. მილია პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, აქ კვარაცხელია ხერხებს ბურთის მოპოვებას ჩაწოდება საჯარიმოში. დაარტყმა და გადაურჩა ტორპედო ამ ეპიზოდში გოლის გაშვებას. და ცენტრალური მცველი ახლოს იყო გოლის გატანასთან. როგორ გავდა ეს ეპიზოდი ტორპედოს მიერ შექმნილ მომენტს? ამ შემთხვევაში კვარაცხელია აწვდიდა და შათილიშვილი იყო ახლოს გატანასთან. წინა ეპიზოდში არაბიძე აწვდიდა და ბუკია იყო გატანასთან ახლოს. ასე რომ ის რომ მოაწვდიან, მოაწოდეს უკვე შერიფი მამუჩაშვილი ტორპედოსთვის იქიდან გამომდინარე ახ შორიდან ნახოთ ეს დარტყმა მამუჩაშვილის შესრულებით მოულოდნელობის ეფექტზე გაკეთდა აქ აქცენტი ტროლი ცოლები რომლებიც შეტევაში იყვნენ აქტიურად ჩართულნი მარცხენა ფლანგიდან აქ კლაუდიო სებოლინია ყურადღების ცენტრში ჩაწოდება ცირი არეულობა დარტყმა და წყალტუბოს სამგურალი დაწინაურდა დღევანდელ შეხვედრაში სწორედ კლაუდიო სებოლინია ხდება გატანილი გოლის ავტორი აცილებით უფრო რისკიანად და თამამად წავა შეტევაში კიდევ ერთხელ გადმეორებით აქ იყო შეუთანხმებელი მოქმედება ფილიპ კლიაიჩსა და ბუკიას შორის და ამით შესანიშნავად ისარგებლა მერე უკვე ბრაზილიელმა კლაუდიო სებოლინიამ, რომელმაც ბევრი განსაკუთრებული ფიქრის და გართულების გარეშე ქუსლით მარტივად ისე როგორც ფორვარდმა უნდა ითამაშოს, ითამაშა და მოახერხა თავისი გუნდის დაწინაურება. რა ხდება სატურნირო ცხრილში ახლა ტორპედოსთან და სამგურალს შორის ქულათა სხვაობა არის მხოლოდ და მხოლოდ 2. ტორპედოს შემადგენლობა 2 სერბი მოთამაშე, ბრაზილიელი, გერმანელი, ასევე გვინეა-ბისაუს წარმომადგენლის 2. მანი აქ არის შანსი დარტყმა! დიეგო დეისაძე იყო გატანასთან ახლოს, თან 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა და აქ ვერ გამოიტანეს მთლად შოურს და მთლად ისეთ პოზიციაში, სადაც საფრთხე აღარ დაემუქრებოდა სამგურალს ბურთი მასმიძლებმა და ამით კინაღამ ისარგებლა დეისაძემ. შერგილაშვილმა იბრძოლა ბოლომდე და ის რომ ახლა თავისი გუნდი გადარჩა, სამგურალი გადაურჩა გოლის გაშვებას. შერგილაშვილის დამსახურებაა ნამდვილად ბოლომდე იმოძრაობა არაბიძის შესრულებით აქ შერიფი არაბიძე ჩაწოდება შერიფის დარტყმა და თავით იგერიებს აქ ბურთს ორი მცველი კიდევ ერთხელ განმეორებით შერიფის უძლიერესი დარტყმა და იქნება კუთხური კიდევ ერთი კუთხური ტორპედოს შესრულებით. ხო აქ რომიდე წუთზე აწვდის ბურთს საჯარიმოში ბრძოლა ბურთისთვის დარტყმა და საბოლოოდ ლუკა კუტალაძე ეუფლება ბურთს და რამდენიმე ნახოთ მეორე ტაიმში რა და როგორ შეიცვლება ეს არის ჯერჯერობით პირველი ცვლილება დღევანდელ შეხვედრაში მამუჩაშვილი ყურადღების ცენტრში კარგი გადაცემა კომნენ ანდრიჩიც მოძრაობა დარტყმა და კარგად თამაშობს ლუკა კუტალაძე რომელში ნადარაიას გამოაქვს ბურთი სახიფათო ზონიდან მე კვარაცხელიამ ისევ ჩააბრუნა ბურთი მწვავე ზონაში ვინისიუს ვიანა ბურთით მარცხენა ფლანგზე გაიქცევა ვარლეი და სილვას გაიქცა ჩააწოდა დარტყმა და ეს გახლავთ მათე შათილიშვილის გოლი 2-0 სამგურალი უკვე 2 ბურთიანი სხვაობით გადის წინ და ლური მცველი კიდევ ერთხელ განმეორებით ამ იერიში ვინისიუს ვიანას მოქმედებები იყო ერთ-ერთი საკვანძო წინვალეთ ითამაშა მარცხენა ფლანგზე ბრაზილიელმა გაიქცა ვარლეი და სილვას არადა თითქოს პოზიციურად არ იყო მაინც და მაინც ამის წინაპირობა და მერე დასწრებაზე შათილიშვილმა ითამაშა შვენივრად აქ და კიდევ ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს ბუკიას დაასწრო აქ ამ ბურთზე ორთა ბრძოლაში. ვინისიუს ვიანას და შათილიშვილის შესანიშნავი მოქმედება და მათე შათილიშვილის სადებიუტო გოლი. არეში მოქმედებენ და თითქოს ფსიქოლოგიურად მთელი მატჩი, აი თითქოს 1 საათი გავა, საცაა 5 წუთი გადარჩა და მთელი ამ დროის განმავლობაში ფსიქოლოგიურად გაცილებით უფრო დაალაგებულად მოქმედებენ, უფრო აუღრებლებლად, ამას რა თქმა უნდა ანგარიშმად შეუწყო ხელი, მაგრამ 31 წუთზე გავიდა. ასე რომ თვად ანგარიში უპირატესობას ვერ და ფეხბურთელი ჯანჯღავა. ორი ცვლილება, ორივე ქუთაისური გუნდის შემადგენლობაში ნახეთ. ჟან-კარლოს როდრიგესის შორიდან დარტყმა, მაგრამ ისევ პირდაპირ მეკარისკენ წავიდა. სამგურალისთვის ნებისმიერი გუნდისთვის ამ სეზონში, რადგან როგორც ვთქვით, სამი ქულის მოპოვება 1-2 ჭირს ამ სეზონში. აქ კიდევ ერთი მომენტი შეიქმნა და ისულა ეს დარტყმა, კი ბატონო. ხო, დეისაძესაც, კომნენ ანდრიჩსაც ჰქონდათ ნამდვილად ეპიზოდები, უფრო და უფრო აღაჯერებულ შთაბეჭდილებას ტოვებდა სამგურალი. და ასე გრძელდება ახლაც და აქ შეიძლება საერთოდ მესამე გოლი გავიდეს ველისოლი დარტყმა და 3-0 უკვე თავადვე დააგვირგვინა ეს იერიში, ნახოთ.
საბოლოო გადაწყვეტილება რა თქმა უნდა გიორგი ყურაშვილმა უნდა მიიღოს. თუმცა რა თქმა უნდა ერთი წამით არ უკარგავს ველისოლის სათამაშო კარგ ფორმას. აქ იქნება თუ არა ხელით თამაში საბოლოოდ დაფიქსირებული და გოლი ჩათვლილი რაიმეს ველისოლი ძალიან კარგ ფორმაშია. უბრალოდ ეს გოლი ჩაითვლება თუ არა ახლა ეს არის საინტერესო. ყურაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება. ხელით თამაში. კი ბატონო, ეს გოლი არ ითვლება. ეპიზოდის გადამოწმება საბოლოოდ ეს ასეც მოხდა და საბოლოოდ გოლი გაუქმდა. ნახოთ ეს მომენტი რით დასრულდება ჩაწოდება და კომნენ ანდრიჩი ახერხებს მერვე გოლის გატანას. არადა რამდენიმე წუთის უკან საუბრობდით იმაზე რომ ბომბარდირთა დავაში კომნენ ანდრიჩსა და ველისოლს შორის არანაირი სხვაობა არ იყო გატანილი გოლებში, მაგრამ ახლა უკვე იზრდება. ისის ტორპედომ მოახერხა ანგარიშის სხვაობის მინიმუმამდე შემცირება და ძალიან საინტერესო ბოლო წუთები გველის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დირკ შუსტერმა ცვლილება გამოიწვია ვიქტორ ბლიზნიჩენკოს ეკუთვნის ეს საგოლე გადაცემა უკრაინელმა კუთხურის ხაზთან ახლოს მყოფმა ჩააწოდა მწვავედ და ქუთაისელ გულშემატკივარს და ფორვარდი და დამაბრუნებელ ფაზაში მთავარი იმედი სწორედ კომნენ ანდრიჩი გახლავთ კიდევ ერთი დარტყმა და ისევ მეკარის უტევს ახლა სამგურალი განსხვავებით იმ მესამე გოლის ეპიზოდიდან რა კარგი გადაცემა შერგელაშვილის შესრულებით ჟან-კარლოს როდრიგესი ისევ შერგელაშვილი მამუჩაშვილი ეთამაშება აქტიურად ორი კაპიტნის ორთა ბრძოლა ვიხილეთ აქ ტორპედოს საჯარიმოს მისადგომებთან ჟან-კარლოს როდრიგესი შეიძლება დარტყმა და რა შანსი ვერ გამოიყენეს აქ სამგურალის მოთამაშეებმა ხედავთ ემოციებს გოლის გატანასთან ჟან-კარლოს როდრიგესის გადაცემის შემდეგ არ გაუმართლა აქ 20 წლის შემტევს სამგურალის შემადგენლობაში იგი გაიტანდა თავის სადებიუტო გოლს დღეს სრულ დერბიში მოჰამედ შერიფი აწვის საჯარიმოში და მას მსგავსი პოზიციიდან შეუსრულებია საგოლე გადაცემა იგივე წინა შეხვედრაში სწორედ მსგავსი სტილის გოლი ვნახეთ აქ ყვითელ ბარათს იღებს სორიმანე და ეს არ არის პირველი ყვითელი ბარათი რომელსაც სორიმანე იღებს ეს თამაშის წესის დარღვევის გამო გადაწყვეტილება აქაც იყო ბარათი და მარჯვნივ გადაიტანა მამუჩაშვილის მიმართულებით ბურთი ისევ არაბიძე შორიდან აპირებს დარტყმას მას არაერთი გოლი აქვს გატანილი თანაც ამ ეპიზოდში კი არ გამოვიდა ეს დარტყმა ზუსტი მარჯვნივ გზავნის პაპავას მიმართულებით ჯაჯღავა შევიდა საჯარიმოში ველისოლი არის შანსი არ განხორციელდა ჯერ დარტყმა მაგრამ აფციაურმა დაარტყმა და ფილიპ კლიაიჩმა რა ბურთი მოიგერია ტორპედო რჩება თამაში და გუნდი გადადის მთელი ძალებით ახლა შეტევაში ფილიპ კლიაიჩმა შესაძლოა მოიგერია ბურთი რომელიც ქულას მოუტანს თავის გუნდს თუ ახლა ტორპედო შეუტევს საგოლით რა ბურთს იგერიებს სერბი მეკარებას არაერთხელ გაუოცებივართ სერბი მეკარე მაგრამ სამგურალმა კიდევ ერთი ეპიზოდი რომ გაანიავა ეს აქ ძალიან კარგად ჩანს ველისოლს დარტყმა არ გამოუვიდა იქამდე არც ჯაჯღავას და საბოლოოდ აფციაურმა დაარტყა და აფციაური ძალიან კარგად დააგვირგვინებდა ასე ვთქვათ თავის აი ძალიან კარგ ჩართვას თამაში გატანილი გოლით მაგრამ უბრალოდ არ გაატანინა აქ ფილიპ კლიაიჩმა სამგურალისკენ რაც ნიშნავს იმას რომ კი შეხვედრა დასრულებულია სამგურალმა იმერული დერბი მოიგო 2-1 მათე შათინიშვილის და კლაუდიო სებოლინიას გოლები და წყალტუბო გულშემატკივარს ხედავთ რომელმაც გაიხარა და